კიდევ ერთი დარტყმა ირანის ბირთვულ ობიექტზე და თეირანის მიერ მიზანში ამოღებული საავადმყოფო. ჰამენეი თანამედროვე ჰიტლერია. ამ ადამიანმა აღარ უნდა იარსებოს. ბალისტიკური რაკეტები, ნგრევა, მსხვერპლი და ახალი მუქარა. ხელშეუხებელი არავინაა, მე უკვე გავეცი ბრძანება, მირჩევნია ჩვენ მოქმედებებმა თავად თქვან სათქმელი. რას აპირებს ამერიკა? 20 წელია, შეიძლება მეტი, ვამბობ, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. თუ არ აღიარებ მისიის დასკვნას, რატომ ითხოვს საერთაშორისო მონიტორების ჩამოსვლას? ოპოზიციას აქვს ჩალისფასი, რასაც თვითონ საუბრობდნენ ეუთო ოდირზე, კიდევ ერთხელ გადახედონ ისტორიას. რა შემთხვევაში ენდობა ეუთო ოდირს ოპოზიცია? რა შეიცვა ისეთი, რომ ამ არჩევნებზე მათ გადაწყვიტეს აღარ მოიწვიონ ეუთო ოდირი? რა არგუმენტები აქვს კრიტიკაზე მმართველ პარტიას? უთიფრობა და პარადოქსი ეს არის რადიკალური ოპოზიციის ავიზიტო აპარატი. ქვეშ თელავდნენ მის რეპუტაციას. თითქოს თვითონ შეიცვალეს საკუთარი პოზიცია. როგორ იშორებდა არასასურველ მოწმეს რეჟიმი? სამი ახალგაზრდა მომადგა მე და პირდაპირ ეუბნებიან დავით, შენ გადმოდიო. თავში ტყვია, ნავში და ბეტონის ფილით ზღვაში ჩაძირვა. პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასტროლით მოკვდა. ბეტონის ფილები მოუმარჯვია, გამოუბია ისინი და ზღვაში ჩაუძირია. რა სწყვება დედა, რომელსაც შვილი მოუკლეს? სააკაშვილი კი ატყუებდა და დახმარებას პირდებოდა. გვამის არ მაღირსეს და სამარყად. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 19 ივნისია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. ომის მე-6 დღე, ბირთვული საფრთხე და მესამე მსოფლიო ომის მოლოდინი ყველა დონალდ ტრამპის ბრძანებას ელოდება. სიტუაციურ ოთახში შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭო უკვე მეორედ შეიკრიბა. არაერთი წყარო ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა ირანზე თავდასხმის გეგმა უკვე დაამტკიცა, თუმცა სტარტზე ხელი ჯერ არ დაუჭერია. გადაწყვეტილებას ბოლო წამს მივიღებ, აცხადებს ტრამპი და ამბობს, რომ ყველაფრის გეგმა აქვს. პენტაგონი ემზადება, მაგრამ დიპლომატია ჯერჯერობით კვლავ რჩება ვარიანტად. რა ხდება ამ დროს ახლო აღმოსავლეთში? ირანის სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს, ისრაელს კი ერიში მიაქვს ბირთვულ საცავებზე. მთავარი მაინც ფორდოს ურანის გამდიდრების ქარხანა, რომელიც მთის სიღრმეში მდებარეობს, თუმცა ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბუნკერების დამანგრეველი 13 ტონიანი ბომბა აქვს. ფორდოს დარტყმა ჯერ არ მიუღია, თუმცა მუდმივად იბომბება ჰონდაბის იმავე არაქშის რეაქტორი, ისფაჰანის და ნათანზის ურანის გამდიდრების ქარხანა. ცაჰალს ასევე იერიშები მიაქვს ბალისტიკური რაკეტების და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მწარმოებელ ობიექტებზე, რადარებსა და რაკეტების საცავებზე. არის ინფორმაცია, რომ ისრაელმა ერაყიდან დესანტიც გადასხა. პარალელურად მუდმივ რეჟიმში მუშაობს რკინის გუმბათი, რომელსაც წუხელ ირანმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა. თეირანმა პირველად გამოიყენა მრავალქობინიანი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც კასეტური ბომბის ეფექტი აქვს და რასაც ისრაელში ნგრევა მოყვა. რაკეტა მოხვდა ბეერ-შევაში მდებარე საავადმყოფოსად. შედეგად 71 ადამიანი დაიჭრა. საერთო ჯამში ომის დაწყებიდან დღემდე ირანმა ისრაელის მიმართულებით უკვე 450 რაკეტა და 1000 დრონი გაუშვა. რა ობიექტებზე მიიტანა იერიში ისრაელმა წუხელ ირანში და რა ხდება ამ წუთებში თელ-ავივში? ჩვენი კორესპონდენტი ახლო აღმოსავლეთში მიხეილ ხეცოიძე მოგუყვება ბოლო ამბებს კონფლიქტის ზონიდან. დიახ, საღამომშვიდობისა, ახლა ისრაელის დროით საღამოს 8 საათია და ახლო აღმოსავლეთის ცაზე ირანისგან განსხვავებით ისრაელში ახლა სრულიად სიმშვიდეა, თუმცა იყო დაძაბული ვითარება დაახლოებით საღამოს 6 საათზე, როცა ირანიდან გამოშვებული იქნა 10-მდე ბალისტიკური რაკეტა ისრაელის ჩრდილო ნაწილში. ისრაელის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდა რაკეტის ნამსხვრევები და არავითარი ნგრევა არ მოჰყოლია. თუმცა საკმაოდ ამანგრეველი იყო დღეს დილით გამთენიისას ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა. 20-მდე ბალისტიკური რაკეტა იქნა ისრაელის წინააღმდეგ გამოშვებული და ფიქსირდა პირდაპირ ვარდნები ქალაქ რამადგანში, ბერშევაში და ხულონში. ამ შემთხვევაში ირანის რეჟიმმა გამოიყენა მრავალფუნქციური, მრავალქობინიანი ბალისტიკური რაკეტები, რომლის წინა ნაწილში ჩამონტაჟებული იყო დაახლოებით 30-დან 40-მდე 2 კილონახევრის თითოეულის წონა იყო 2 კილონახევრის კასეტური ბომბები. აერში მანამდე სანამ რკინის გუმბათი ამ რაკეტას, ბალისტიკურ რაკეტას გაანადგურებდა, რაკეტა ფეთქდებოდა და დაახლოებით 8 კილომეტრი რადიუსში ცვლოდა კასეტური ბომბები. შეგვიძლია ვთქვათ, ბოლო განცხადება, რომელიც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, არის ის, რომ მოსახლეობა უნდა იყოს ფრთხილად, რადგან შესაძლოა გარკვეული ადგილები კვლავ იყოს დანახმული იმ თვალსაზრისით, რომ ყველა კასეტური რაკეტა შესაძლოა არ აფეთქებულა. დაუბრუნდეთ თავდასხმას დღეს დილით გამთენიისას 7 საათზე ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას მოყვა ნგრევა.
პირველი ბალისტიკური რაკეტის პირდაპირ ვარდნა დაფიქსირდა ქალაქ ბერშევას მრავალფუნქციურ სამედიცინო ცენტრში. ეს სამედიცინო ცენტრი არის ცნობილი ისრაელში იმით, რომ სხვადასხვა რელიგიის მქონე ადამიანები მკურნალობენ იქ, თუმცა დაახლოებით რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით პაციენტები გადაანაწილეს სხვადასხვა კლინიკებში და ფაქტობრივად 20%-იანი დატვირთვით მუშაობდა ეს სამედიცინო ცენტრი. პირდაპირ ვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა, არავინ გარდაცვლილა, უпростоრად მიიღეს მრავლობითი დაზიანებები დაახლოებით 34 ადამიანმა, ასევე დაშავდნენ ადამიანები ქალაქ ხულონში პირდაპირ ვარდნის შედეგად. დაშავებულთა რაოდენობა აქ 40 აღემატება, ასევე პირდაპირ ვარდნა დაფიქსირდა ქალაქ რამათგანში სავაჭრო ცენტრებთან ახლოს. ამ სავაჭრო ცენტრებში სწორედ მდებარეობს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობა. ამ შემთხვევაშიც მსხვერპლი არ მოხვალია. დღეს დილით გამთენისას ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებმა, როგორც გითხარით, 20-მდე ბალისტიკური რაკეტა იყო გამოშვებული, მათი უმრავლესობა ჰაერშივე იქნა განადგურებული, თუმცა პირდაპირ ვარდნების შედეგად ჯამში 138 ადამიანი დაშავდა. რაც შეეხება დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, იყო რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ღაზა სექტორიდან ჰამას ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმის, თუმცა რკინის გუმბათმა ჰაერშივე ყველა რაკეტა გაანადგურა. დღეს პირდაპირ ვარდნის ადგილზე ქალაქ ბერშევაში სამედიცინო ცენტრთან მივიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ თავდასხმას ისრაელი არ აპატიებს ირანს და აიათოლა ალი ხამეინი ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰიტლერში ადარა. დღესო ცნობილი გახდა, რომ ისრაელისთვის პირველივე დღეს ცნობილი იყო ირანული რეჟიმის სულიერი ლიდერის ადგილმდებარეობა, თუმცა ამ დრომდე უცნობია თუ რატომ არ ახერხებს მის ლიკვიდაციას. ნანგრევებად ქცეული საავადმყოფოდან მაშველები პაციენტების გამოყვანას ცდილობენ. სოროკას საავადმყოფოს ირანმა ბალისტიკური რაკეტა ესროლა. ჰოსპიტალის კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოიშალა. დაჭრილია 100-მდე ადამიანი. კრიტიკულია 6-ის მდგომარეობა. დაჭავებულების უმეტესობა პაციენტები და სამედიცინო პერსონალია. დაზიანებები შუშის ნამსხვრევებით მიიღეს. მკურნალობას გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადიან. მიმდინარეობს ევაკუაცია, რადგან შენობის ჩამოშლის რისკი არსებობს. საავადმყოფოში ამ დრომდე რჩებიან მოხუცები და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები. გამთენისას ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა ისრაელის ქალაქებისა და დასახლებების მიმართულებით 30 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. თავდასხმის სამიზნე თელ-ავივში, ხალონში და ბეერშევაში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა. მძიმედ დაიჭრა ათობით მოქალაქე. მედია წერს, რომ 5000 ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. აფეთქებების სერია იყო 100-მდე აფეთქება, როდესაც მე და ჩემი მეზობლები თავშესაფრიდან ამოვედით. მთელ შენობაში დამსხვრეული მინა იყო მიმოფანტული. რა თქმა უნდა, ეს ზარალია, თუმცა ტრამვა, რომელიც ახლა გვაქვს, გაცილებით უფრო ძლიერია. ეს ბევრ ტკივილს გვაყენებს. ისრაელის ხელმძღვანელმა პირებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის უმაღლეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის დააკისრეს. დარც მის ლიკვიდაციას გამორიცხავენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან და თავდაცვის შეფისგან სახალმა უკვე მიიღო ბრძანება ირანზე დარტყმა განახორციელონ. ხელშეუხებელი არავინაა, მე უკვე გავეცი განკარგულება. მირჩევნია ჩვენმა ქმედებებმა თავად თქვა სათქმელი. ყველა ვარიანტი განიხილება. ამ ადამიანმა აღარ უნდა იარსებოს. თუ ჰოლოკოსტის დროს ისრაელის სახელმწიფო იარსებებდა და გვეცოდინებოდა, რომ ჰიტლერის ხელში ჩასაგდებათა იბრაელების განადგურების შესაჩერებლად ბუნკერში სახალი უნდა გავგზავნოთ, ამას გავაკეთებდით. ხამენეი თანამედროვე ჰიტლერია. ის ღიად აცხადებს, რომ ისრაელის განადგურება სურს. პირადად გასცემს საავადმყოფოებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანებას. ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას ისახავს მიზნად. კაცსა და ნეთანიაჰუს ამ დრომდე არ გამოხმაურებია აიათოლა ალი ხამენეი. ირანის უმაღლესმა ლიდერმა დღეს გენერალური შტაბის მორიგი ახალი ხელმძღვანელი დაამტკიცა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ პოზიციაზე დანიშნული ორი გენერალი, ალი შადმანი და ხატამ ალ-ანბიასი ისრაელის პილოტებმა ზუსტი წერტილოვანი დარტყმებით მოკლეს. ახალი მთავარსარდალი წინამორბედების რიტორიკას იმეორებს და ისრაელს განადგურებით ემუქრება. ირანზე დარტყმები დღეს ისრაელმაც განახორციელა. არქაი, ხონდბაი, აფეთქებების ხმა ისმის თეირანშიც. მედიის ცნობით, დედაქალაქში სახალმა თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინას დაარტყა. იერიშები განხორციელდა ნატანსში და ქერმანშაჰში მდებარე ბირთვულ ობიექტებზე და სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე. ისრაელს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. ტრამპმა ირანზე დარტყმების ამერიკული გეგმა დაამტკიცა, თუმცა ჯერ კონფლიქტში ჩართვისგან თავს იკავებს. ინფორმაცია საქმესთან დაახლოებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხზე თეთრი სახლის სიტუაციურ კაბინეტში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა უკვე მეორედ ჩატარდა.
20 წელია შეიძლება მეტიც ვამბობ, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მათ რამდენიმე კვირა აშორებდათ ატომური იარაღის ფლობისგან. შეთანხმებას უნდა დათანხმებოდნენ. ხელი უნდა მოეწერათ. ფიქრობ, ახლა უნდათ ამ გარიგების დადება. ახლა ამის გაკეთება გაცილებით რთულია. ეს სამართლიანი შეთანხმება იყო. ვნახოთ რა მოხდება. ისრაელი ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა ვნახოთ რა მოხდება. ძირითადი ხაზია, რომ მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა. ამერიკელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანს ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში დაარტყამს. ინფორმაცია Bloomberg-მა საქმესთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა. თუმცა სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს, რადგან შტატების ეროვნულ დაზვერვას ისევ არ აქვს მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობს. ევროპარლამენტს სხვა გამოწვევები აქვს ქართული ოცნებამ მთავარ სამიზნედ რჩება ბრიუსელში, სადაც ბოლო თვეებში საქართველოს უკვე რამდენჯერმე გაიმართა დებატები. მზია მაღლობელის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება ასე დაარქვეს მორიგ რეზოლუციას, რომელსაც 436 ევროპარლამენტარიდან მხარი 324-მა დაუჭირა. იგი ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის, ასე წერია დოკუმენტში, რომელიც ძირითადად მედიის თავისუფლებას ეძღვნება და სადაც არ არის ჩაწერილი კონკრეტული ფაქტი, რომლის გამოცნეთ გაზეთის დამფუძნებელი ციხეში მოხდა. ევროპარლამენტს არც მიხეილ სააკაშვილი დაავიწყდა, რომელსაც მუდმივად პოლიტპატიმრად მოიხსენიებს და კვლავ ითხოვს მის გათავისუფლებას. ბრიუსელის ჩამონათვალში არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე. ამასთან დოკუმენტში კვლავ პრეზიდენტად არის მოხსენიებული სალომე ზურაბიშვილი, ქართული ოცნება კი თვით გამოცხადებულ ხელისუფლებად. ევროპარლამენტმა არ გაითვალისწინა არც ერთი ალტერნატიული წინადადება, მათ შორის იმ დეპუტატების განცხადებები, რომლებიც გმობენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და ხელისუფლების შეცვლის მუდმივ მცდელობას. არ მესმის ევროპული საბჭოს წევრი სახელმწიფოების და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. მზია და მისი მეგობრები პატივისცემასა და დახმარებას იმსახურებენ. მზია ამაღლობელის გათავისუფლება ევროპარლამენტმა რამდენიმე საათის წინ მიღებული რეზოლუციით მოითხოვა. საქართველოსთან დაკავშირებით ინიცირებულ დოკუმენტს მხარი 324-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრამდე იყო დებატები, სადაც ევროდეპუტატების ერთი ნაწილი მზია ამაღლობელთან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლებაზე, სანქციების აუცილებლობასა და ახალ არჩევნებზე საუბრობდა. კოლეგებს ევროკავშირის ქვეყნებში ჟურნალისტების დაკავების კონკრეტული მაგალითების სხდომათა დარბაზშივე შეახსენა დეპუტატების მეორე ნაწილმა და პოლიტიკოსები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. რეჟიმზე ზეწოლა ყველანაირად უნდა მოვახდინოთ და აღარ უნდა ვთხოვოთ მათ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. ქართველებს მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება თავიანთი ქვეყნის დაბრუნებაში. თუ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ სიტყვის თავისუფლებით და დამოუკიდებელი ჟურნალისტებით, რომლებიც ციხეში არიან, ეს ჯერ ევროკავშირში ნახეთ. ჩვენ გვყავს დევიდ ბენდელსი, გერმანიის მთავარი რეპორტიორი, რომელიც უკვე 7 თვეა ციხეშია, რადგან გამოაქვეყნა კოლაჟი, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, მე მრცხვენია სიტყვის თავისუფლების. ეს არის სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა აქ, ევროკავშირში და გერმანიაში. იუთუბერი შლუმბერგ ფინკელშტაინი 9 თვე ციხეშია, ის პოლიციელს თავს არ დასხმია. ის უბრალოდ მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას. ან გავიხსენოთ ტომი რობინსონი, ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, ნამდვილი ჟურნალისტი, სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი. ისიც რამდენიმე თვე იმყოფებოდა ციხეში, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამოაქვეყნა თავისი ფილმი. გთხოვთ მხარი დაუჭირეთ რეპორტიორებს და მხარს ნუ დაუჭერთ NGO-ებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის ცვლილება უნდათ. საქართველოში დემოკრატიის სინათლე ქრება. მზია ამაღლობელი ღრმად პატივსაცემი ჟურნალისტი დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ჰქონდა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმამაცე. უკვე თითქმის 4 წელია ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია. ჩუმად დგომა და მხოლოდ მხარეთ ყოფნა ასევე დანაშაულია. მედიის თავისუფლება არ იძლევა საშუალებას ნებისმიერი სახის გადამეტებისთვის და არც მუდმივი ალიბია საგარეო ჩარევისთვის. გადავხედოთ, რას აკეთებს პარლამენტი ამ დებატებში. ქალბატონი ამაღლობელი საყოველთაოდ დევნილია იმის გამო, რომ 12 იანვარს მან პოლიციელის ცემა. მე მგონია, რომ აქ ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ობსესიას საქართველოს მიმართ და ბრიუსელის სიძულვილს ამ ხალხის უფლებებისა და სუვერენიტეტის მიმართ. თქვენი მიზანია საქართველოს მთავრობის განადგურება, მათი გადატრიალება და
ამისთვის ნებისმიერი წინაპირობა შეიძლება გამოყენებული იქნას. ერთ წელზე ნაკლებ დროში ჩვენ ვიხილეთ არაერთი ჩარევა. ჩვენ გვყავს NGO-ები, რომლებიც დაფინანსებული არიან საგარეო ინტერესებით და მათი ერთადერთი მიზანი საქართველოს დესტაბილიზაცია. ქართველებს არ სჭირდებათ ვინმეს ჩარევა, არც მოსკოვიდან და არც ბრიუსელიდან. დებატებამდე იყო პერფორმანსი ევროპარლამენტის დერეფანში ევროდეპუტატების ერთი ნაწილი, მათ შორის რასა იუკნევიჩიანი, მალგოჟატა გოშევსკა, პეტრას ავსტრევიჩუსი და მარკეტა გრეგოროვა, ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიხეილ სააკაშვილის, ზურა ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ბანერებით გამოვიდნენ. ევროპელი კანონმდებლების პერფორმანსს სოციალური ქსელით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. ასეთი მომენტები გვაჩვენებს, რომ ევროპა და ევროკავშირი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ჩვენი და ევროკავშირის ბევრი ჭეშმარიტი ევროპელი მოქალაქის ამოცანა უნდა იყოს დავაბრუნოთ ევროპა ევროკავშირში. ევროპელი დეპუტატების პერფორმანსი მხარდაჭერის მორიგი დასტურია ნაციონალური მოძრაობისთვის ექს-პრეზიდენტის პარტია კანონმდებლებისგან ქმედით ნაბიჯებს ექს-პრემიერის გუნდი კი ევროპარლამენტის შენობიდან სააკაშვილის ბანერების გატანას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილის ჩვენი პოზიცია თქვენ ძალიან დიდი ხანია იცით და ასევე ყველას შევახსენებ, რომ მისი გათანაბრება 20-21 წლის პოლიტპატიმრებთან არ შეიძლება. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერის აქტი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ უფრო ქმედითები და უფრო აქტიურები. ევროპული ფასეულობების დაცინვასა და რადიკალური ქმედებების წახალისებაში ადანაშაულებს მართველი გუნდი პერფორმანსის ავტორებს, ვინც მათივე თქმით დიდი ხანია ოპოზიციის არეულობის მოწყობის მცდელობებს აფინანსებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა სწორედ ევროპელი დეპუტატების კონკრეტული ჯგუფი ამცირებს. ეს არის უბრალოდ დაცინვა დემოკრატიაზე, დაცინვა ევროპულ ფასეულობებზე. როდესაც აი ამ ადამიანების სურათებით გამოდიან. მოლოტოვის კოქტეილის სროლა დაუფინანსეს და ჰეროიკულ ნაბიჯად უქციეს, აი ამ ადამიანების აი ესე დონეზე მიყვანა არის სწორედ ნაწილობრივ კი არა, გარკვეულწილად, დიდწილად იმ ადამიანების სინდიზეც და მათ პოლიტიკურ საქმიანობაზეც, ვინც ამათ ჯერ აფინანსებს, აქეზებს, ამ იდეოლოგიას ამკვიდრებს. კონსპირაციული გეგმაა ჩადებული, რომ შეიქმნას ეს განუკითხაობის ატმოსფერო საქართველოში და მოვიდეს ხელისუფლებაში ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც იგივე დანაშაულებებს ჩაიდნენ, როგორც ჩაიდინა სააკაშვილმა თავის ქვეყნის წინაშე. აი ამ პოლიტიკური გაერთიანების პოპულარიზაციას ახდენენ ევროპარლამენტარები, რომლებიც აი ამ ბანერებით დგანან ფოიეში. ევროპელი დეპუტატების პერფორმანსამდე ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 სხვადასხვა პროექტი განიხილეს და შეჯერდნენ მხოლოდ ერთზე, რომელიც დღეს მიიღეს. პროექტებს შორის იყო პოლიტიკური ჯგუფის სუვერენული ერების ევროპის ალტერნატიული ვერსიაც, რომელშიც საუბარი იყო, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სამართლიანად ჩატარდა და ლეგიტიმური შედეგებით უკმაყოფილების გამო ევროკავშირი ქვეყანაში ხელს უწყობს პოლარიზაციას და არასტაბილურობას. როგორც ჩანს, ბრიუსელის მორიგ რეზოლუციებში ეუთოოდირის საკითხიც მოხვდება. საქართველოს ხელისუფლება ამჯერად არ აპირებს მუნიციპალურ არჩევნებზე მოიწვიოს ევროპის დამკვირვებელთა მისია, რასაც უკვე მოყვა ოპოზიციის და ზოგიერთი საელჩოს კრიტიკა. არგუმენტი ასეთია, რატომ ითხოვს საერთაშორისო მონიტორების ჩამოსვლას თუ არ აღიარება ამავე მონიტორების დასკვნას. ქართული ოცნება გასულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს, როდესაც ოპოზიცია ჩალის ფასს უწოდებდა ეუთოოდირის დასკვნას. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ოპოზიციისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება არც არჩევნების ლეგიტიმაციის საფუძველი იყო და არც როგორც თავად თქვეს ბიბლია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეუთოოდირზე ატეხილი აჟიოტაჟი ოპოზიციას პოლიტიკური მიზნებისთვის და ახალი სკანდალის ასაგორებლად სჭირდება. რა შემთხვევაში ენდობა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ქართული ოპოზიცია. ერთი წლის წინ საერთაშორისო მონიტორებმა დასკვნაში გარკვევი ჩაწერეს ფრაზა, რომ ქართული ოცნება არჩეული ხელისუფლება. ამის მიუხედავად, დღემდე ყველა ბარიერ გადალახული არალეგიტიმურს უწოდებს მმართველ პარტიას და ამავე დროს კვლავ ითხოვენ არჩევნებზე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებლების ჩამოსვლას. რა შეიცვალა ამ ერთ წელიწადში ამაზე ოპოზიციას პასუხი არ აქვს. უთიფრობა და პარადოქსი ეს არის რადიკალური ოპოზიციის ავიზიტო ბარათი. ოპოზიციის ახალი მოთხოვნა მუნიციპალურ არჩევნებზე მოწვეული იყოს ეუთოოდირის სადამკვირვებლო მისია მმართველი გუნდისთვის ოპონენტების კრიტიკის მორიგი საბაბი გახდა. სახელისუფლებო პარტიაში იხსენებენ, რომ გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგის ლეგიტიმაციისთვის ეუთოოდირის დასკვნა ოპოზიციისთვის სარწმუნო არ აღმოჩნდა. ამ ფონზე მათი მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავ ეუთოოდირის მოწვევის მოთხოვნა
მოთხოვნა უმრავლესობისთვის ფარისევლობა დაგიქმება. ჩვენ გვახსოვს ეუთო ოდირის მიმართ მათი დამოკიდებულება საპარლამენტო არჩევნების დროს და მას შემდეგაც, როდესაც ისინი არამხოლოდ ფეხქვეშ თელავდნენ მის რეპუტაციას და დასკვნას, არამედ სიძულვილის ენითაც კი გამოირჩეოდნენ ეუთო ოდირის მიმართ. დღეს თითქოს ვითომ შეიცვალეს საკუთარი პოზიცია და რა თქმა უნდა ამით ხოლო და ხოლოდ იმას ავლენენ სინამდვილეში, რომ ისინი არიან ფარისევლები, მათ რა თქმა უნდა არც ეუთო ოდირი აინტერესებთ, არც მისი დასკვნები, რომელსაც საერთოდ არ კითხულობენ. ოპოზიციაში, სადაც ლიდერების მხრიდან წარსულში გაკეთებული განცხადებების შეფასებებისგან დღეს თავს იკავებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ხელისუფლება ეუთო ოდირს გამიზნულად არ იწვევს. რატომ არ იწვევენ? რა აქვს გაკვეთებული წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამასთან დაკავშირებით მე მგონია რომ კითხვის ადრესატი უნდა იყოს ქართული ოცნება და არა ის ადამიანები რომელსაც ამ მოწევასთან საერთოდ შეხება არ აქვს. პირველი რაც უნდა გვახსოვდეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი აქ არის კითხვა სინამდვილეში რა შეიცვალა ისეთი რომ ამ არჩევნებზე მათ გადაწყვიტეს აღარ მოიწვიონ ეუთო ოდირი მიუხედავად მოწოდებებისა და მათ შორის მიუხედავად იმისა რა განცხადებებსაც აკეთებენ რომ თითქოს ისინი აპირებენ თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. ოპონენტებს საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს გაკეთებულ საპირისპირო განცხადებებს ახსენებს მართველი გუნდი. 2024 წელს გაკეთებულ შეფასებებს სატელევიზიო არქივიც ინახავს. ოდირის დასკვნა არ არის ჩემს ბიბლია რომ ყველაფერს დავეთანხმო. ეუთო ოდირი დამთავრებული არის, უკვე არის კრიზისი. ეუთო ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ცნობს არჩევნების ლეგიტიმაციას. ამ განცხადებებზე დაყრდნობით მართლ გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტები ეუთო ოდირის მოწვევის საკითხს კვლავ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ. საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო? თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო ოდირი როგორ არ ჩამოყავთო? არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე. ოპოზიციას აქვს ჩალისფასი, რასაც თვითონ ასე ვთქვათ, საუბრობდნენ ეუთო ოდირზე, კიდევ ერთხელ გადახედონ ისტორიას, გადახედონ პრაქტიკას და ამის შემდეგ ისაუბრონ. ხოლო რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, თუ რა განცხადებებს აკეთებენ, არ ერთხელ გვითქვამს. რომელი მესიჯიც ან მიუვიდათ, ან ამოიკითხეს, რაღაცა ხავს მოეჭიდნენ თავის ჭკუით, ეგრევე წამიერად, მყისიერად დაასხდნენ რაღაცა ნარატივს. ოპოზიციის მსგავსად სადამკვირვებლო მისიის მოწვევა ხელისუფლებისგან ბრიტანეთის საელჩომაც მოითხოვა. მუნიციპალურ არჩევნებზე რომ ეუთო ოდირის მუშაობა აპრობირებული მეთოდი არაა, პარტნიორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეახსენა. ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ საელჩო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმ მისიის მოწვევას, რომლის დასკვნასაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავად არ აღიარებდნენ. კომენტარი ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით საპარლამენტო არჩევნებზე საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო ოდირის მისიის მოწვევა. ეუთო ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და ეუთო ოდირმა დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ არ დაინტერესდა ამ დასკვნით. და დღეს იგივე ადამიანები, რომლებმაც საერთოდ სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო ოდირის დასკვნას, გთხოვენ ჩვენ ეუთო ოდირის მოწვევას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. რა შეშირდება ოპოზიციას ეუთო ოდირის დაკვირვება თუ არ აპირებს არჩევნებზე გასვლას? ერთობა არ გამოდის ბარიერ გადალახულები ვერც ერთ საკითხზე ვერ თანხმდებიან ნაციონალებისა და ყოფილი ნაციონალებისთვის არც ზე პარტიული პლატფორმა ამისაღები, არც საერთო კანდიდატები და არც ახალი საერთო საარჩევნო ნომერი. არანაირი კომბინაცია არ ლაგდება ახლებისთვის და სააკაშვილის პარტიისთვის მთავარი საარჩევნო პროცესის ჩაშლა, თუმცა ლელო, რომელსაც არჩევნებზე გასვლის დიდი სურვილი აქვს, შეთანხმების იმედს მაინც არ კარგავს. 2+2 არ გამოდის, ისევ 2-2-ის წინააღმდეგ. ჯერჯერობით ძალთა თანაფართობა ასეთია. დანარჩენი ოპოზიციის აზრი ყველაზე მეტად არ აინტერესებს გიორგი გახარიას პარტიას, რომელიც როგორც ჩანს 4 ოქტომბრის არჩევნებზე ნებისმიერ შემთხვევაში გავა. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არც ოცნებას აინტერესებს. მართველი პარტია დარწმუნებულია, რომ რა გადალაგებაც არ უნდა მოხდეს და რა შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიონ, მის ოპონენტებს მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ეს მიზანი რაღაც კონკრეტული დედლაინის ბოლო ვადის პირობებში იქნება მიუღწეველი, შემდეგ დავსხდებით და ვიფიქრებთ. კოალიცია ძლიერი საქართველოს მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოპოზიციური ერთიანობის შექმნაა, თუმცა ყოველდღიურად დროსთან ერთად იკლებს შეთანხმების შანსებიც. ლელოს წევრი ღამის კურიერში ამბობს, რომ თუ ოპოზიციის გაერთიანება რეალობად ვერ იქცევა, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ. ამდენმაც
არ უნდა გამოთქვას წუხილი ლელოს გადაწყვეტილებაზე, ლელოს და ჩვენი კოალიციის გადაწყვეტილებაზე ვერაფერი მით უმეტეს ბულინგი ვერ მოახდენს გავლენას. ერთიანობაზე საუბარი არის აბსოლუტურად თვალთმაქცური. ვიდრე კოალიცია ძლიერი საქართველო, ბარიერ გადალახული ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს ნაციონალური მოძრაობის წევრები მათ თვალთმაქცობაში ადანაშაულებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 4 პარტიის გაერთიანებას პერსპექტივა არ აქვს. ჯობია რომ ისე ვიყავენ უცხოელები და თქვენ თვითონ ასე რა გადაწყვეტილებას იღებთ. სამწუხაროა რომ არაკეთილ ინდისიერი განცხადებები კეთდებოდა ჩვენი კოლეგების მხრიდან, იმიტომ რომ კარგად იცოდა ამ ხალხმა ჩვენი პოზიცია. ნაციონალების მსგავსად ფიქრობენ ყოფილი ნაციონალებიც. კოალიცია ცვლილებებში ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია ჩვენ ერთიანები ვიყოთ არჩევნებში არ მონაწილეობის საკითხში. ყველა პროდასავლურ ძალას მოუწოდებთ იმისაკენ, რომ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ბოიკოტის კამპანიის დაწყებას აანონსებს ანა წითლიძე, რომლისთვისაც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობასა და საერთო კანდიდატზე მსჯელობა აბსურდულია. ეხლა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ არჩევნებში საერთო კანდიდატებზე უნდა ვილაპარაკოთ, არის სრული აბსურდი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც უნდა ვაკეთებდეთ ყველა ერთად და რაც შეიძლება მალე უნდა მორჩეთ ჩემი აზრით, ამაზე დისკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლასთან დაკავშირებით და აქტიური ბოიკოტის კამპანია უნდა დავიწყოთ. ანა წითლიძეს და მის გულს მეგონი უბრალოდ ფულის გარეშე ვერ წარმოუდგენია არჩევნებში მონაწილეობა. ოპოზიციის პოზიცია გახარიას პარტიისთვის უკვე დიდი ხანია უინტერესოა. ექს-პრემიერის გუნდს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაც მიღებული აქვს და სამზადისიც დაწყებული. გავიარეთ მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი, ჩვენ ახლა უკვე მუშაობთ ნეიტრალური კანდიდატების საკითხზე. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში არ უკვირთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტებს რესურსი უკვე ამოწურული. მიზანი კი მხოლოდ ერთი, ქვეყანაში არეულობის მოწყობა აქვთ. ის ვინც ლამობს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, აცხადებს, რომ ექსტრემისტული პროცესების განვითარება თუ გინდა, სჯობს არჩევნებში იყო ჩართული. ისინი ვინც ობსტრუქციას ამჯობინებენ, ამბობენ, რომ სწორედაც არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებით და წინააღმდეგობის გაწევით უფრო მეტად დაზარალდება ქვეყანა. ეჯიბრებიან ერთმანეთს და ეს ყველაფერი დააგვირგვინა ევროპარლამენტის რეზოლუციამ, სადაც წერია, რომ არ უნდა ცნო სახელმწიფო, მაგრამ არჩევნებში ჩართვაც, საარჩევნო პროცესში ჩართვაც არის მისაღები. მიიღებენ თუ არ მიიღებენ ამაში მონაწილეობას, ჩვენთვის რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა აბსოლუტურად არ არის. ჯერ ეს ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ისინიც კი ვინც ამბობენ, რომ მივიღებთ. ანუ ეს რესურსიც არ გააჩნიათ. და მე საერთოდ ლაპარაკობენ, რომ ჩვენი პარტიული კანდიდატები კი არ გვეყოლება. ვიღაცა სხვა ადამიანებს შევარჩევთ. ანუ რა პოლიტიკური პარტია ხარ თუ შენი კანდიდატი არ აკავს. ვინ ჩაერთვება წინა საარჩევნო მარათონში და ვინ დარჩება პროცესებს მიღმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე. ბარიერ გადალახული 4 ოპოზიციური პარტიიდან მკაფიო ოპოზიცია ჯერ მხოლოდ 3-ს აქვს. გიორგი გახარიას არჩევნების გარდა სხვა გამოწვევაც აქვს ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა, რომელიც ერთ-ერთი ეპიზოდია პროკურატურაში აღძრული სიცხლის სამართლის საქმიდან, რომელსაც საკმაოდ ვრცელი სათაური აქვს. საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის სტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება. დღე საძოვრები, ინერტული მასალის საბადო, სხვა ბუნებრივ რესურსებთან წვდომა და საოკუპაციო ძალის მუდმივი შიში. ამ შედეგებზე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებამ უფრო მეტი პრობლემები შეუქმნა, ვიდრე ჰქონდათ. ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი პროკურატურის გარდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზეც ირჩევა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე დღეს ირწმუნებოდა, რომ მთავრობის მეთაურმა მისი მინისტრის განზრახვის შესახებ არაფერი იცოდა და გიორგი გახარიამ პოლიციის საგუშაგო პრემიერთან შეუთანხმებლად ჩადგა. საპირისპირო სამტკიცებს მეორე ყოფილი პრემიერის გუნდი, სადაც აცხადებენ, რომ ყველაფერი კარგად იცოდა და ამ გადაწყვეტილებით გახარიამ ქვეყანას ჰექტრობით მიწა შეუნარჩუნა. გიორგი გახარია ჯერ პროკურატურაში არ დაუბარებია, თუმცა ყოფილ პრემიერს პარლამენტში უკვე მეორედ იწვევს საგამოძიებო კომისია. რა იგეგმებოდა, ან ვინ გეგმავდა, ან
საერთოდ არ ვიყავით ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით. წაღბლის გამგებელი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნის შესახებ არაფერი იცოდა. ყვება, რომ საქმის კურსში ადგილობრივი მოსახლეობა არავის ჩაუყენებია. ვაჟალომიძე იხსენებს, რომ 2019 წლის აგვისტოს გადაწყვეტილებამდე მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილდებოდა ტერიტორიაზე, სადაც უკვე 6 წელია საოკუპაციო ძალების ბლოკპოსტები დგას. აცხადებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების საჭიროება არ არსებობდა. დღეში ვითომ მონიშნებს ნახულობდნენ ხეებზე, რაც სრული აბსურდია. მე არ შემხოდრი არავინ რომ მოსახლეობას რომ ამბობ, ეს საღებავით გაკეთებული აღნიშნები ენახოს. ვის შეიძლება გაეკეთებინა? ვინც დაინტერესებული იყო რაიმეთი არ ვიცი. ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია იყო და ყველა სარგებლობით აბსოლუტურად. იმ ადგილით, სადაც დღეს ჩვენი პოსტი დგას და იმ ტერიტორიითაც, სადაც რუსებმა ჩადგეს საგუშაგო. მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფებოდა სოფელ წაღბლის ერთ-ერთი მოსახლეც. მანანა შეყელაშვილი ამბობს, რომ დღეს, რომლითაც ადგილობრივები 2019 წლამდე შეუფერხებლად სარგებლობდნენ, დღეს ვერც კი უახლოვდებიან. გაიკარგა ტყის ნაწილი, რომელიც მანამდე ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა წაღბლის ადმინისტრაციულ ერთეულში. ნომრის ნაწილიც ეხლა აღარ არის ჩვენს მაშინ გაიხსნა იქაც რუსული საგუშაგო თუ ოსური როგორც არის და მოსახლეობა დააზარავდა ამ მხრივ. არ იყო მანამდე ისეთი რისკი რამე, რომ ეს საგუშაგო გახსნილიყო. რა აუცილებლობა განაპირობებდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გადაწყვეტილებას და რატომ არ შეათანხმა გიორგი გახარიამ საგუშაგოს გახსნა შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მართულ გუნდში ამბობენ, რომ ამ კითხვებს პასუხი საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმის შესახებ მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცეს, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც სწორედ ჩორჩანას ეპიზოდია. თუ კი რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გახარიას გააჩნდა იმ პერიოდში, რასაკვირველია უნდა გაეზიარებინა უშიშროებისათვის, მთავრობისათვის, საგანგებოს ხდომა მოეწვიათ, ნებისმიერი ცხელი ხაზი გამოეყენებინათ იმისათვის, რათა საერთაშორისო ზეწოლა ყოფილიყო აშკარა და ხისტი. არაფერი ეს არ გაკეთებულა და ყველა პროცედურა იქნა იგნორირებული. ეს შეკითხვა არსებობს, ამ შეკითხვაზე კაფეო პასუხი არ არსებობს. რა სიტყვის თავად გახარია ამის გარკვევამდე ჯერ ისიც უცნობია, მივა თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უკვე მეორედ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. გუნდი ლიდერის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ელოდება. სხვა პარტიები კი ურჩევენ კომისიასთან არ ითანამშრომლოს. გიორგი გახარია არ უნდა მივიდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე და საერთოდ არ უნდა ეთანამშრომლოს. გიორგი გახარია არასდროს არ დამალვია არც ერთ კომისიას. ჩორჩანას საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო кейსი იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ დავიცავით სახელმწიფომ დაიცვა ქართული მიწა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს მართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ გიორგი გახარიამ საკუთარი გადაწყვეტილებით ქვეყანა სამხედრო ესკალაციის საფრთხის წინაშე დააყენა. იმ ძიმე მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წელს. დაემატა 1,000,000 კვადრატზე მეტი ოკუპირებული ტერიტორია ერთი ადამიანის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. უდიდესი საფრთხე შექმნა ესე ვთქვათ სამხედრო ესკალაციის. საბოტაჟი დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება. ჩორჩანას ეპიზოდი სწორედ ამ საქმის ერთ-ერთი ნაწილია. გამოძიების ფარგლებში თანამდებობის ყოფილი პირების და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვები გრძელდება. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. სტალინური რეპრესიების ეპოქის მთავარდევის სააკაშვილის რეჟიმიც კარგად იყენებდა. საგამოძიებო კომისიაზე დღეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმე იხილებოდა. მეტყევე დავით სინდელიანს, რომელიც 2008 წლის ომის დროს კოდორის ხეობიდან გამოსულდა, უპატრონო ტყეში მიტოვებულ სამხედროებს ეხმარებოდა. სააკაშვილის სპეცსამსახურებმა სიმართლის ცოდნა არ აპატიეს. არასასურველი მოწმის მოშორება ვანო მერაბიშვილის უწყებაში აფხაზეთის კუდის უფროს ამჟამად პატიმრობაში
გამგებლობაში მყოფ რომან შამათავას დაევალა. ცინდელიანი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ ბათუმში ჩაიყვანეს, სადაც ის შამათავამ ნავში ჩასვა, ღია ზღვაში გაიყვანა, თავში ერთი ტყვია ესროლა, შემდეგ ბეტონის ფილა მოაბა და ზღვაში ჩაძირა. 17 წლის წინანდელი ტრაგედიის გახსენება დღეს დავით ცინდელიანის დედას კიდევ ერთხელ მოუწია. ქალს, რომელიც შვილს დიდხანს ეძებდა და გატაცებული ეგონა, მიხეილ სააკაშვილი ორჯერ შეხვდა და დახმარება აღუთქვა. ეს მაშინ, როდესაც მის ქვეშევრდომებს ცინდელიანი უკვე მოკლული ჰყავდათ და კარგად იცოდნენ, რომ მცხედარი შავ ზღვის ფსკერზე ესვენა. ჩემი შვილი დათო ცინდელიანი პირადად ახალაიას დაკვეთით ჩაუბარებიათ თბილისიდან წამოსული სამკაციანი სპეცნაზისთვის. 31 წლის დავით ცინდელიანი დათა ახალაიას დავალებით 2008 წლის 16 აგვისტოს გაიტაცეს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მეტყევე რეინჯერს წყალტუბო ქუთაისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ჩაუსაფრდნენ, გაიტაცეს, დახვრიტეს, ცხედარი კი ზღვაში გადააგდეს. 17 წლის წინ მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები დღეს სასტიკად მოკლული დავით ცინდელიანის დედამ გაიხსენა. თამარ არღულიანმა თქვა, რომ ახალაიას დავალებას და მისი შვილის სასტიკი მკვლელობის ოპერაციას ადგილზე პირადად კუდის მაშინდელი მაღალჩინოსანი რომან შამათავა ხელმძღვანელობდა. ჩამჯდარან ნავში, იმ წუთში ამოიღო თავისი პისტოლეტი, პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასტროლით მოკლო. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები მოუმარჯვია, გამოუბია ისინი და ზღვაში ჩაუძირია. გადააგდო ზღვაში, ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადა, გვამიც არ მაღირსეს და სამარყად. დავით ცინდელიანის გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდზე კომისიამ დღეს ოქროს მოწმეს. სატყეო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს მოусმინა, რომელიც 2008 წლის 16 აგვისტოს დავით ცინდელიანთან ერთად გადაადგილდებოდა. გია ანსიანი იხსენებს, რომ უცნობმა პირებმა გატაცების დროს მას მანქანის გასაღები მოპარეს და ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს. სამი ახალგაზრდა მომადგა მე, ჩემ მხარეს ნივაზე და ჩემს უკანზის დავით ცინდელიანი და პირდაპირ ეუბნებიან დავით შენ გადმოდიო ბანკიც იყო იქ ბანკის კამერები იყო ვითხოვდით მეთქი აბა კამერები გონახეთ თქო მაგრამ დავით ცინდელიანის მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი რომან შამათავა ხელისუფლების სრულების შემდეგ გაასამართლეს. სასამართლოს ორმა ინსტანციამ შამათავა მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლა. უზენაესმა სასამართლომ კი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა დაადგინა. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კურიერმა მოიპოვა. რომან შამათავამ განიზრახა მართლმსაჯულების გვერდისავლით, სიკვდილით დაესაჯა დავით ცინდელიანი. რომან შამათავამ დავით ცინდელიანი გადაიყვანა ბათუმში, მოათავსა კატარღის ბორტზე და მოკვლის გადაადგილების შემდეგ თავზე ტომარა ჩამოაცვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ზღვის სიღრმეში 4 საზღვაო მილის მანძილზე შევიდნენ. რა დროსაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ ცინდელიანს რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. კვალის დაფარვის მიზნით კი გვამს სიმძიმე მოაბა და ზღვაში ჩაძირა. უმძიმესი დანაშაულის დეტალები 17 წლის შემდეგაც მძიმე გასახსენებელია საქმის პროკურორისთვის. გიორგი კასრაძე, რომელიც დავით ცინდელიანის განზრახ მკვლელობის საქმეზე წლების განმავლობაში მუშაობდა, ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართალმა იზეიმა. კმაყოფილების გზობა მაქვს, რომ აღნიშნულ საქმეზე მაინც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და იზეიმა სამართალმა. სხდომის დასასრულს საგამოძიებო კომისიამ დღეს 20 ივნისის საქმე განიხილა და მამუკა ბაღდაძის აპარატის ყოფილ უფროსს მოусმინა. გიორგი ჭოლაძემ აქციის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ საპოლიციო ღონისძიებების გადაწყვეტილება მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად ყველასთან შეუთანხმებლად მიიღო. 10 წუთის განმავლობაში პრემიერმა განცხადება თხრობით რეჟიმში გააკეთა, თქვა რომ მე როგორც პრემიერ-მინისტრი გეუბნები თქვენ რომ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება რომელიც გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს ჩვენივე შვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. მამუკა ბაღდაძის განცხადების შემდეგ სროლა იყო დაწყებული. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მოსმენები გრძელდება. კანონმდებლებმა დღეს სამუშაო ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვეს. კომისია ამ მოთხოვნით ბიუროს უახლოეს მომავალში მიმართავს.
ღიადარჩენილი კითხვები დიდი ბრიტანეთის საელჩო უკვე ერთი კვირა არ პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის წერილებს და საჯარო სივრცეში დასმულ მთავარ შეკითხვას. ვის და რა თანხით აფინანსებდა საპარლამენტო არჩევნების წინ ბრიტანეთის საელჩო და რა თანხა ჰქონდა გამოყოფილი მორიგი არჩევნების წინ ამჯერად. შალვა პაპუაშვილს ერთ-ერთ მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წევრის გია ჯაფარიძის NGO მოჰყავს. მომავლის აკადემია ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც არ აპირებენ გამჭვირვალობის კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ანტიკორუფციული ბიუროსთვის შესაბამისი დოკუმენტაციების წარდგენას. ეს ოცნებისთვის კიდევ ერთი არგუმენტია ბრიტანეთის საელჩოს წინააღმდეგ. მომავლის აკადემია, რომელიც ბრიტანული გრანტით ფინანსდება საელჩოს ორმაგი სტანდარტით მოქმედების ნათელი მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარისთვის. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის სიის წევრ გია ჯაფარიძესა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის კავშირზე დაწერა. პარლამენტის სპიკერი პოლიტიკურად მიკერძოებულ NGO-ებზე საუბრობს და ამბობს, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ ფარული მიზნების გამო მიმდინარეობდა. კარგად რომ გავიაზროთ, ნაციონალური მოძრაობის 5 ნომრის გია ჯაფარიძის ამ NGO-ზე მომავლის აკადემია ამბობდა დიდი ბრიტანეთის საელჩო არჩევნების ობიექტური დამკვირვებლები არიან, ფული გვინდა მივცეთ და რაშუაში აქ ექსტრემიზმის დაფინანსებაო. ამასობაში ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საელჩოს მივმართე, გაესაჯაროებინა ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. თუმცა საერთაშორისო დახმარების შესახებ პარიზის დეკლარაციისა და საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების დარღვევით დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ინფორმაციას ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს. სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მომავლის აკადემიასთან კავშირს არ უარყოფს გია ჯაფარიძე, თუმცა ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ მიწვეული ლექტორია. თავად ორგანიზაცია კი Facebook-ზე გავრცელებულ ტექსტში ანტიკორუფციულ ბიუროს სადამსჯელო ორგანოს უწოდებს და გამჭვირვალობის კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს. მე ვარ მასწავლებელი, ვასწავლი სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ასევე მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა პროექტებში, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წარმოებულ პროექტებში, სადაც მე დამიძახებენ გამჭვირვალობის კანონით ანტიკორუფციული არასამთავრობოებისგან ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის მიღებას ცდილობს. ასეთია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია. პოლიტიკოსები NGO-ებს კანონმდებლობის უარყოფისკენ მოუწოდებენ. ჩვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციებს მოსთხოვეს ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაცია. უნდა გადასცენ ორგანიზაციებმა პერსონალური ინფორმაცია იმათ, ვისგანაც იმალებიან და ვისგანაც საფრთხე ემუქრებათ. ეს ხო წარმოუდგენელი რაღაც არის. ორგანიზაციებს, მათ შორის მედია საშუალებებს, იმიტომ არსებობს ზოგადად ქვეყნებში და დემოკრატია, იმიტომ გულისხმობს სამოქალაქო სექტორს და მედია საშუალებებს, რომ განსხვავებული აზრიც ისმოდეს და განსხვავებული აზრიც ჰქონდეს ადამიანს. ოპოზიცია და მესამე სექტორი სპეკულირებს, ასეთია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პასუხი. რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს განმარტა, რომ უწყება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ საკონტრაქტო ინფორმაციას ითხოვს, რაც ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებთან კავშირში არაა. ეს არის მათი ინტერპრეტაცია, ძალიან ნათლად არის მითითებული სასამართლოს განჩინებაში. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საგრანტო ხელშეკრულების ინფორმაციებს. რაც შეეხება ადვოკატირების პროცესში კლიენტთან ურთიერთობა, კლიენტის საიდუმლოება, ეს ინფორმაციები მათგან ჩვენ არ მოგვითხოვია და ამ განჩინებაშიც არ არის მითითებული. ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ერთმანეთისგან არ ყოფს მართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში დიპლომატიური მისიების მხრიდან მათ ლობირებასა და ვენის კონვენციის დარღვევაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ ის ძალები წავიდნენ, რომლებსაც ქვეყანაში არაკანონიერი გზით ხელისუფლების შეცვლა სურდათ. განმორიცხული თანხები ვის მოხმარდა, რომელ ორგანიზაციებს და რა კონკრეტულ პროექტებში დაიხარჯა. დღემდე არ არის გასაჯაროებული. ჩვენ ხო ვამბობთ იმაზე, რომ გვინდა ევროპული მომავალი და გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. შესაბამისად, ჩვენს ვითხოვთ გამჭვირვალობას. ამ ფულით საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ექსტრემიზმი, ზიზღი, პოლარიზაცია და დაპირისპირება საზოგადოებაში ეს ფინანსდებოდა. ამ დაფინანსების მიზანი იყო, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი კი არ წარმართულიყო. არამედ ყველაფერი გაკეთებულიყო იმ მიმართულებით, რომ მხოლოდ გარედან ნაკარნახები სასურველი რეჟიმი მოეყვანათ საქართველოში.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე ინფორმაციის შეგროვება უკვე დაიწყო. მიუხედავად ამისა, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ის ორგანიზაციები არ გეგმავენ, რომლებსაც ბრიტანეთის საელჩო მიუკერძოებელ სამოქალაქო სექტორს უწოდებს. ის რაც კარგია ბრიუსელისთვის, ცუდია თბილისისთვის, ანუ ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს კანონი, რომლის გამოც საქართველოს მკაცრად აკრიტიკებს. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს სიძულვილის ენის გავრცელებას, მათ შორის სოციალურ მედიაში და ითხოვს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების კრიმინალიზაციას. ბრიუსელში თვლიან, რომ სიძულვილის ენა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ამიტომაც უკვე რეზოლუციის თხოვენ წევრ ქვეყნებს ეს საკითხი კრიმინალს გაუთანაბრდეს. ეს მაშინ, როდესაც ანალოგიური კანონისთვის საქართველოს ევროპარლამენტარების მუდმივი სამიზნეა. სიძულვილის ენის კრიმინალიზებას ევროპარლამენტი ევროკავშირის დონეზე ითხოვს. მიზეზებს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავენ. ევროპელი დეპუტატები თანხმდებიან, რომ სიძულვილის ენა სერიოზული საფრთხეა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. ევროპული ღირებულებებისათვის მუდმივი საფრთხის ფონზე კი გამართლებულად მიაჩნიათ დაგმონ მსგავსი შემთხვევები, როგორც ძირითად, ასევე სოციალურ მედიაში. ევროპული ღირებულებებისადმი მუდმივი და გაუარესებული საფრთხეების გათვალისწინებით. ევროპარლამენტარები გმობენ სიძულვილის ენის გავრცელებას, მათ შორის მეინსტრიმულ და სოციალურ მედიაში. პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია ევროკავშირის დონეზე. ეს არის ნამდვილი ორმაგი სტანდარტი. მართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსების შეცვლილი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ ის რაც ევროპისთვის კარგია, დამაზიანებელი ვერ იქნება საქართველოსთვის. ანუ ჩვენც თუ იგივეს მოვითხოვთ, რომ არ იყოს სიზღვის კამპანია, არ იყოს სიძულვილის კამპანია, ერთმანეთის შეურაცხყოფა, იყოს ერთმანეთის პატივისცემა, ეს დანაშაულია თურმე და მე უკვირთ რატომ არის საზოგადოების დამოკიდებულება შეცვლილი? ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ევროკავშირის არის თავიანთი გაზულუქებული ბიუროკრატები, რომლებიც ფულს იღებენ იმაში, რომ თეთრზე თქვან შავია. ევროპელი დეპუტატების მოთხოვნის მიღმა ოპოზიცია ვერც პრობლემას ხედავს და ვერც ორმაგ სტანდარტს. ამბობენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განსხვავებაა და მიდგომების შედარება გამართლებული ვერ იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს აქვს თავისუფალი სამართლიანი სასამართლო სისტემა. ამიტომ ეს ადამიანები ევროკავშირის მოქალაქეები არიან ყველანაირად დაცულები, თუ რაიმე ნებისმიერი ტიპის მათ წინააღმდეგ, არ ვიცი, რაიმე წარმოება დაიწყება, მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი უფლებები. ჩვენ მსგავსი აქ არ გვაქვს. მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიმართ სიძულვილის ენა არ დაეგმოთ ჩვენს პარტნიორებს. სიძულვილის ენა არ შეიძლება და ამ ქვეყანაში ვინც სიძულვილის ენას თესავს, ეს არის ქართული ოცნება. ქართველი კანონმდებლებისთვის ევროპელი კოლეგების ინიციატივა ლუსტრაცია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, სიძულვილის ენის კრიმინალიზების მოთხოვნით დადასტურდა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროპარლამენტს და ევროპულ სტრუქტურებს შერჩევითი მიდგომა ჰქონდათ. ესეც კარგია, ესეც კარგი ლუსტრაციაა კიდევ ერთხელ იმ ჯგუფების, რომელმაც არამხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ სოფლიო შეაჩვია ორმაგი სტანდარტის საუბარს და აი ამ ორმაგი სტანდარტის უკან თავხედურად და უტიფრად არიან ამოფარებული ევროპას და დემოკრატიას. ის სტანდარტები, რაც ევროკავშირში აუცილებელია და მისაღებია, იგივე სიძულვილის ენის მიუღებლობა, გამჭვირვალობა, ეს ყველაფერი აღმოჩნდა, რომ საქართველოსთვის მთლად ესე არ უნდა ითარგმნოს, როგორც ეს ევროპაში მუშაობს. იმიტომ თუ არსებობს აქ რაიმე ვინმეს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და ამ პოლიტიკური მიზნის განხორციელებისათვის დაჭირდათ სიძულვილის ენის დაფინანსება და კულტივირება, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ უნდა მორჩილად დავეთანხმოთ. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის, რასაც ევროკავშირის და ევროპის სახელით აკეთებენ გარკვეული პოლიტიკური წრეები, პოლიტიკური მიზნების მიღწევის ამოცანას ემსახურება. სიძულვილის ენის კრიმინალიზების მოთხოვნის ინიციატივა გაჟღერებულია. ახლა ევროპელმა კანონმდებლებმა იმაზე უნდა დაიწყონ მსჯელობა, რა ფორმით მოხდეს სავარაუდო დანაშაულზე რეაგირება და როგორ გავრცელდეს ის ევროკავშირის დონეზე. საქართველოს პრეზიდენტი დღეს შეერთებულ შტატებსა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშნვა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ხოლო უნგრეთში ნიკოლოს ლალიაშვილი დაინიშნენ. ევროპის საბჭოში საქართველოს ახალი მუდმივი წარმომადგენელი კი ხატია წილოსანი ხდება.
19-21 და 22 წლის ახალგაზრდების სამივე მათგანს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გასაღების მომზადებასა და მცდელობას ედავება. მათთან ერთად ხელბორკილები და ადეს წარსულში ნასამართლე 36 წლის მამაკაცაც თბილისის ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული მუშაობის შედეგად დაადგინდა, რომ ბრალდებულები მეტადონისა და მარიხუანის გასაღებას ცდილობდნენ ნარკოტიკს საცხოვრებელ სახლებში აფასოებდნენ და კლიენტებისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. დაკავებულებს ნარკოტიკების სამალავების ჩვენება პოლიციისთვის თავად მოუწიათ ახლა მათ ან 20 წლამდე ან უადო პატიმრობა ელოდებათ. ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულების ახლობლებს საჯაროდ გამოჩენა არ სურთ, ისინი არც დაკავების დეტალებზე საუბრობენ. გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები. ჩხრეკა იმ სახლში ჩაატარეს, სადაც 22 წლის მამაკაცი ცხოვრობს. ახალგაზრდა კაცი ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული. ნარკოდანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზეც. ამ ბინაში 23 წლის მამაკაცი ცხოვრობს, რომელსაც პოლიციამ ხელბორკილები მაშინ დაადო, როდესაც ქუჩაში გადაადგილდებოდა. კურიერის ინფორმაციით პირადი ჩხრეკისაც დაკავებულს ჯიბეში გასაყიდად გამზადებული მარიხუანა ედო. ამბიც ხშირად ხედავდით? ეხლა მეხანერად არ გინახავთ. ნარკოდანაშაულის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ 3 პირი აიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი ქალია, 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბრალად ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა შენახვა და რეალიზაციის მცდელობა ედება. კურიერმა გაარკვია, რომ დაკავებამდე ბრალდებული მეთადონის გაყიდვას გეგმავდა. კურიერის ინფორმაციით 5 პირიდან 3 პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა. 2 კი ქუჩაში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაჩხრიკეს. მათ დაფასოებული ნარკოტიკი აღმოაჩნდათ. ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებული პირები ამ კადრებში ჩანან. მასალა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ირკვევა, რომ ნარკოტიკული საშუალებები პოლიციამ მითითებული სამალავებიდანაც ამოიღო. მტკიცებულებებს შორისაა წებოვანი ლენტები და დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ამ ეტაპზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 5 პირი, თუმცა მალე ეს რიცხვი გაიზრდება. უკვე ცნობილია, რომ ბრალდებულების ნაწილი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. აღიარებს სრულად ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს და ასე შემდეგ და ედავება გამოძიება თუ გაინტერესებთ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, მოხმარება რეალიზაციის მიზნით. ოღონდ ცდილობა რეალიზაცია ვერ მოახერხა. ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულები ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. სასამართლომ 5-ვე მათგანი ორთვიან პატიმრობაში დატოვა. ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას და რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ფუძე. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტზე წარედგინა. 5 პირის დაკავების საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვა, გასაღების მცდელობის და მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ასე იყო დღევანდელი დღე 19 ივნისი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერს პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას, ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.